საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტივის თავი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. პარტიული კრიზისი ნაცმოძრაობაში და გამწვავებული დაპირისპირება მოქმედ და კანდიდატ თავმჯდომარეებს შორის. ვინ ვის დანაშაულს ხედავს ოპოზიციის რთულ მდგომარეობაში. გამამტყუნებელი განაჩენი 4 ოქტომბრის საქმეზე. სასამართლომ 8 პირს პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლით გადაწყვეტილების დასაბუთება და მხარეთა პოზიციები რამდენიმე წუთში. ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ გრძელდება. სასამართლომ დღეს 3 ადმინისტრაციული საქმე განიხილა. გადაწყვეტილებების შესახებ გიყვებით რამდენიმე წუთში. პარტიული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება. კოჯორსა და საჩხერეში ჯარის ბანაკი გაიხსნა. რას ემსახურება პროექტი? 10 წლიანი პაუზის შემდეგ ჩატარებული აღწერის შედეგები და 5.8%-ით გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნა. როგორია საქსტატის მაჩვენებლები? სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 8 პირი დამნაშავე ცნო. ყველა მათგანს 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენის სამართლებრივი არგუმენტებით დაასაბუთა. მისი განმარტებით პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული პროცესები ძალადობრივი იყო და ბრალდებულებს სტრატეგიული ობიექტის ეზოში შესვლის უფლება არ ჰქონდათ. 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ამ ეპიზოდზე 14 პირი იყო ბრალდებული, თუმცა 6-მა დანაშაული სრულად აღიარა, რის საფუძველზეც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. სოსო ელისაშვილი გიამბობთ. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 8 პირის მიმართ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მუმბლაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6-მა ბრალი სრულად აღიარა, გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზებსა და საქმის გარემოებებზე ყურადღება მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე გაამახვილა. ბრალდებულები აცხადებდნენ, თითქოს ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, თუმცა მტკიცებულებების გამოკვლევის დროს ეს არ გამოკვეთილა. ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევისას ვნახეთ, რომ აქციაზე გარკვეული განცხადებები გაკეთდა სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა მოწოდების საფუძველზე პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლით. მოგიწოდეს რა პრეზიდენტის სასახლესთან გადაგენაცვლებინათ და მამაკაცური ძალებით განგეხორციელებინათ ის ქმედებები, რაც ვიდეო ჩანაწერებში ვნახეთ. აქცია მშვიდობიანი იყო თავისუფლების მოედანზე და არც ერთი თქვენგანი იქ არ დაუკავებია პოლიციას. ძალადობა განხორციელდა მას შემდეგ, რაც აქციას შეუერთდით ათონელის სასახლესთან. პოლიციის არაერთი თანამშრომელი დაშავდა. პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული ობიექტია და არავის აქვს უფლება გადაინაცვლოს მის ეზოში, თუ საშვი არ აქვს. არაერთხელ მოხდა სტრატეგიულ ობიექტზე შეჭრა. ხობე რომც არ ყოფილიყო, იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება. ვიდეო ჩანაწერებში ვნახეთ, რომ გადაღებასაც ხელს უშლიდნენ აქციის მონაწილეები. პროკურატურამ ბრალდების დადასტურება მოახერხა 8 ბრალდებულის მიმართ. საქმის პროკურორმა იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. თამარ იაკობიძემ ზურაბ ჭავჭანიძის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ დამნაშავის მიერ ბრალის აღიარების შემდეგაა შესაძლებელი. 8 პირის მიმართ სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად-წარდგენილი თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით. მოგეხსენებათ, რომ მათ მიმართ ბრალად-წარდგენილი ქმედება მოიცავდა როგორც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ისე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად. რა თქმა უნდა, ბრალდების მხარემ წარადგინა სასამართლო პროცესზე მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ლეჩს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით ბრალად-წარდგენილ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი არის გამამტყუნებელი და განსაზღვრა დანაშაულთა ერთობლიობით თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით სასჯელი 5 წლის თავისუფლების აღკვეთა. ნიკა გვარამია 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს მიმართავს და ამბობს, რომ ციხეში შესვლა დაკავებულების არჩევანი იყო.
დღეს 4 ოქტომბრის კიდევ 8 მონაწილეს მიუსაჯეს 5 წელი. ყველა ორგანიზებისთვის დაპატიმრებულს გულწრფელად ვურჩევ, ნუ დააბრალებენ საკუთარ თავს ვინმეს ციხეში შესვლას, რადგან ზრდასრული ადამიანები თავად აკეთებენ არჩევანს, როგორ მოიქცნენ. გვარამიას პოზიციას იზიარებენ სააკაშვილის გუნდშიც და ამბობენ, რომ აქციაზე დაკავებულებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. პარალელურად მიუხედავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებისა, ნაცმოძრაობაში ამტკიცებენ, თითქოს საქმეზე დაკავებული პირები აქციაზე ყოფნის გამო არიან დაკავებული. თქმა უნდა, იქ ყველა ზრდასრული ადამიანი იყო და თავად იღებდა ბრძოლის გადაწყვეტილებას. დამსახურებული ხალხი, პატიოსანი, წესიერი ხალხი 5 წლით გაუშვეს ციხეში აქციაზე ყოფნის გამო. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციაზე მიმსვლელთა დიდი ნაწილი შეცდომაში ორგანიზატორებმა შეიყვანეს. ახლა კი საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ ამ ადამიანების ციხეში გაჩერებას მაქსიმალურად დიდ ხანს ცდილობენ. ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, რომ მათ, ვინც დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, ხელისუფლება ჰუმანური აქტით, საპროცესო შეთანხმებით პასუხობს. რიგი დამნაშავეები, ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებით და მათი მხრიდან ბრალის აღიარების შემთხვევაში გამოდიან თავისუფლებაზე. ეს რა თქმა უნდა სახელმწიფო ჰუმანური პოლიტიკის ნაწილია. ნიკა გვარამია იყო ზუსტადაც ერთ-ერთი წამაგულიანებელი, ვინც ეს ადამიანები გაუშვა ციხეში. იმიტომ რომ ეჭვი მაქვს, რომ ახალისებდნენ და რაღაცნაირად აიმედებდნენ, რომ ბოლომდე მდგარიყვნენ თავის რაღაც უაზრო და ანტისახელმწიფოებრივ პრინციპებზე და რომ გვარამია უშველდა და დაეხმარებოდა თავის უცხოელ ბატონებთან და პატრონებთან სიტყვის შეწევნით. საბოლოო ჯამში ყველამ დავინახეთ, რომ დანაშაული ისჯება და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოატყუეს და ასე იგი შარში გახვიეს და ეუბნებოდნენ მათ, რომ ეს არის ძალიან კეთილშობილი საქციელი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ გამოიწვევდა. ახლა რაღაცნაირად კიდევ უფრო დიდხანს ამყოფონ ციხეში და გააგრძელებინონ ის რეჟიმი, როდესაც ისინი კონფლიქტში არიან არა რომელიმე კონკრეტულ ხელისუფლებასთან, არამედ სახელმწიფოსთან. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირიდან საერთო ჯამში 22 საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდა, 15 კი პასუხისგებაში მიეცა. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება. სასამართლოს წინაშე უკვე 10 პირი წარსდგა, მათ შორის სახელმწიფო გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების საჯარო შეურაცხყოფისთვის. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარეძის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ ერთი პირი კანონდამრღვევად ცნო, მეორე საქმეზე კი გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება. დღესვე სასამართლომ ჯარიმა დააკისრა კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელმაც საჯარო შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ოპოზიციონერ აქტივისტს. სამართალდამრღვევები შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილმა სამმართველომ გამოავლინა. დეტალებით ნანუკა წითელაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილი სამმართველო სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობს. უწყების მიერ გამოვლენილია არაერთი კანონდარღვევის ფაქტი, რომელიც ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით უკვე შესაბამის სასამართლოებშია გადაგზავნილი. სოციალურ ქსელში საჯაროდ მიყენებული შეურაცხყოფისთვის დღეს გადაწყვეტილება ორ საქმეზე გამოცხადდა. კანონდამრღვევად იქნა მიჩნეული ივანე კოდელაშვილი, რომელმაც სახელმწიფო მინისტრის მიმართ ღირსების შემლახავი კომენტარი საჯაროდ დაწერა. კოდელაშვილი 4000 ლარით დაჯარიმდა. 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელმაც საჯაროდ შეურაცხყოფა ერთ-ერთ ოპოზიციონერ აქტივისტს მიაყენა. გარდა გამოტანილი განაჩენებისა დღესვე სასამართლომ მამია კვირკველიას საქმეც განიხილა. კვირკველიამ შეურაცხყოფელი კომენტარი სახელმწიფო მინისტრის მიმართ დაწერა. პროცესზე კვირკველია არ გამოცხადდა, თუმცა კომენტარის ავთენტიკურობა დაადასტურა, შეურაცხყოფის გამართლება კი გამოხატვის თავისუფლებით სცადა. დადგინდა პიროვნება სავარაუდო სამართალდამრღვევი, რომელიც დღეს სასამართლომ დადგენილებით სამართალდამრღვევად ცნო და მის მიმართ სახთელის სახით გამოიყენა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მეორე სამართალდამრღვევის საქმეს, ამ შემთხვევაში ბატონ ივანეს მიმართ სამართალდამრღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსის 173 მე-16 პრიმამუხლის პირველი ნაწილით. მან შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მიაყენა ბატონ მამუკა მდინარეძეს, მის მიმართ სახთელის სახით სასამართლომ გამოიყენა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.
სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის შექმნის მთავარი მიზანი, რომ საჯარო სივრცეში ჯანსაღი დისკუსიის ხელშეწყობა და იმ ზღვარგადასული შეურაცხყოფელი ქმედებების პრევენცია, რომლებიც ხშირად კონკრეტული პირების წინააღმდეგ თავდასხმის მთავარი საშუალებაა, ეს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აზრის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, რეაგირება კი ხდება მხოლოდ ისეთ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს უხამსობას და ლანძღვა-გინებას. თავარი მიზანი არის ის, რომ ჯანსაღ დისკუსიას შეეწყოს ხელი საჯარო სივრცეში და ის ზღვარგადასული სხვადასხვა ტიპის შეურაცხყოფელი ქმედებები, გამონათქვამები, ის უცენზურო სიტყვები, უწმაწური სიტყვები, რომელიც გამოიყენებოდა ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმისათვის, ამის პრევენცია მოხდეს საჯარო სივრცეში. მმართველი გუნდის განცხადებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიმდინარე პროცესი სწორი და აუცილებელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით. ეს პრობლემა წლებისა და 10 წლეულობის განმავლობაში გარედან ფინანსდებოდა, ხოლო ქვეყნის შიგნით არასამთავრობო ორგანიზაციების, მათი აქტივისტებისა და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მიერ ღვივდებოდა. სწორედ ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში არ უნდა დარჩეს ადგილი ზიზღისა და სიძულვილის, განსაკუთრებით კი მისი ორგანიზებულად გავრცელების პრაქტიკისთვის. სწორედ ხელისუფლებამ უნდა მოუაროს პრობლემას, რომელიც სამწუხაროდ წლების მანძილზე და აწლეულების მანძილზე გარედან ფინანსდებოდა და შიგნით კი NGO-ების და მათი აგრესიული აქტივისტების მეშვეობით და მათ შორის იმ რადიკალური პოლიტიკოსების მიერ რაღაცნაირად ღვივდებოდა და მიგვიყვანა იმ ეტაპამდე, რომ ადამიანებმა, ოჯახის წევრებმაც კი რაღაცა დაკარგეს ერთმანეთს. ჩვენ ნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილებების, რაზეც აპელირებდა რადიკალური ოპოზიცია, რომ თითქოს მათი მხრიდან გაკეთებული შეურაცხყოფები იქნებოდა დაჟადი, ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ განურჩევლად, ასე ვთქვათ, პოლიტიკური გემოვნებისა და პოზიციისა აბსოლუტურად ისე მოქმედებს სასამართლო, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას და როგორც ეს დამოუკიდებელ სასამართლოს შეეფერება. სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა მუშაობა 1 ივნისიდან დაიწყო. სასამართლოს წინაშე უკვე 10-ობით პირი წარსდგა. მათ შორის სახელისუფლებო გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების საჯარო შეურაცხყოფისთვის. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ადმინისტრაციული საქმეების განხილვები კი აქტიურ რეჟიმში გრძელდება. პარტიული კრიზისი, ნაცმოძრაობაში და გამწვავებული დაპირისპირება მოქმედ და კანდიდატ თავმჯდომარეებს შორის. ვისი ინიციატივით შევიდა ოპოზიციურ ალიანსში სააკაშვილის პარტია და რატომ არ დატოვეს გაერთიანება ლიდერზე თავდასხმების შემდეგ. კითხვას ნანკო ჟორჟელიანი სვამს და ნაცმოძრაობის უთავმოყვარეობაზე მიუთითებს. ბრალდების პასუხად კი თინა ბოკუჩავამ განმარტა, რომ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიმღები თავად სააკაშვილი იყო. გაერთიანებიდან გარიცხვის შემდეგ ოპოზიციური სპექტრის მიმართ რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც შიდა კულუარების სააშკარაოზე გამოიტანა. პარალელურად კორუფციაში ტელეკომპანია ფორმულას მხილების შემდეგ უთანხმოება ალიანსის მოქმედ წევრებს შორისაც. დეტალებით ანა შანიძე. ჩემი შიმერიანი ცხოვრება უნდა დავუკოტავო. ყველა ცხოვრება უნდა დავტოვო და უნდა შევიდე იქ, სადაც ტალახი უნდა ვზილო. პარტიული ხელმძღვანელობისკენ სვლა ტელეწამყვანმა ნაცმოძრაობის მოქმედი მენეჯმენტის კრიტიკით დაიწყო. უთავმოყვარეო სწორედ ეს ეპითეტი გამოიყენა სააკაშვილის ფავორიტმა ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას და ღია თქვა, რომ პარტიამ ალიანსი უნდა დატოვოს. რა გადაწყვეტილების მიღება უნდა, რომ პარტია ასხივებდეს თავმოყვარეობას, მაშინ როდესაც კოალიციაშია, სადაც მის ლიდერს 24 საათი აგინებენ. ამას მიშასნება რთვა სჭირდებოდა? თავარ ლიდერს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აგინებენ ყოველ დღე. დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციაში ყოფნა არც ერთ ეტაპზე მისი სურვილი არ იყო. ნაციონალურ მოძრაობას, რომ თავმოყვარეობა კონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდოდა უკვე. თავმჯდომარეობის კანდიდატს მოქმედმა თავმჯდომარემ შეუთვალა, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ პარტიას გარე აუდიტი არ სჭირდება. გარკვეულ თემებს კი ხელოვნური აქტუალიზაცია. დაადასტურა ისიც, რომ ოპოზიციურ ალიანსში შესვლა სწორედ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც თავად ეწინააღმდეგებოდა. გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციის ალიანსში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ. ბუნებრივია, იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად. მეტიც მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას ვუზიარებდი მას. პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენემი გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. ამგვარად მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას ენემი შესულიყო ოპოზიციის ალიანსში. მოქმედი ნაციონალები იხსენა,
აღნიშნებენ, რომ ყოფილებთან ერთობის წინააღმდეგი სააკაშვილი არასდროს ყოფილა. ექს-პრეზიდენტის ფავორიტს კი პოლიტკორექტულობას უწუნებენ და ამბობენ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის შიდა სამზარეულოს ჯერ არ იცნობს. ვინც იყო წევრი, ყველას ახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ამ ალიანსში ჩვენი შესulis წინააღმდეგი. ნაციონალურ მოძრაობას თავმოყრობა აქვს, იმიტომ იბრძვის და იმიტომ არის წინა ფლანგზე ბრძოლის. თითოეულ ჩვენ 10,000-ობით ნაციონალური მოძრაობის წევრზე უღირსობის დაბრალება მე რბილად ვიტყოდი, პოლიტიკურად არაკორექტულია, არაკოლეგიალურია. ამ პოლიტიკურ აურზაურში მძიმე კრიზისში მყოფი პარტიის ლიდერმა სხვა პარტიების კრიტიკისთვის მოიცალა, რასაც მწვავედ უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა. ნიკა გვარამიამ ნაცმოძრაობის თავდასხმებს უსუსურ მდგომარეობაში მყოფი პარტიის თვითგადარჩენის მცდელობა უწოდა. როგორ უნდა გაიმარჯვოს იმ ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას, ან როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები, ლელუარის, ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. ესე იგი, ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს. და მერე მოტრიალდებიან და ყველა ჩვენ გვერდშის და ჩვენი დაშლა უნდა თუ იწყებენ წიოქს. ახლა თავის ჭკუით დაამუღამეს, რომ როცა უმძიმესი შიდა პრობლემები აქვთ, დასულე გაქვთ ბოლო 5 წელია. გამოიგონებენ ტრისხატს და თავდაცვითი პასუხის მოლოდინში დაუწყებენ. სიგიჟეების დაბრალებას, გინებას, შეუსებენ აჟიტირებულ ქალკაცს და ასე გადააქვთ დროებით ყურადღება საკუთარი კრიზისიდან. კონსოლიდირდებიან გამოგონილი საერთო მტრის წინააღმდეგ და ფეიქ ერთობას დემონსტრირებენ. ასეთი ხელოვნური სუნთქვით ინარჩუნებენ თავს. სასაცილოა ეს ყველაფერი ზედაპირული და უსუსური. ამიტომაც არ ვცემ პასუხს და არც გავცემ. სულ რომ შუაზე გასკდნენ დიდიან პატარიანად. იგივეს ვურჩევ სხვასაც. მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ. 6 ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ. რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად ან ამომრჩევლის წასართმევად. არ დაგეხმარებით საკუთარი თავის ჩვენს ხარჯზე გადარჩენაში და არ აყვებით. თავად მოახერხეთ თუ შეგიძლიათ. არა და გადაიტანს საქართველოს უთქვენობას. მიმდინარე პოლიტიკურ ალიაკოც არჩეულია დაპირისპირების ახალი კერის გარეშე. მას შემდეგ, რაც თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია ფორმულა კორუფციაში დაადანაშაულა, ოპოზიციურ მედიას ციხიდან იცავს ელენე ხოშტარია. აი ასე ვულგარულად დაისვამს ფორმულას 4 კორუმპირებული წამყვანი სააკაშვილის რომელიმე კეკელკას მოაწყობინებს ცილისწამებლურ დიარიას ცალკარში ისე რომ ვიზეთ ცილისწამებას ავრცელებს ის პოლიტიკური მოთამაშე დაბლოკილიყავთ და ჩემგან ითხოვენ რომ მათ ჩეჩმას ოპოზიციური ტელემედია ვუწოდო ცილისწამებაა რომ ფორმულას შავი ფულის აღებას ვაბრალებ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების კონსტატაციას ვახდენ და დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ დადასტურებული ინფორმაციაა, რომ 540,000 ლარი აიღეს და ეს ვერანაირად ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან ბოლოს კატას გამოთხრიან. ალიანსში მიმდინარე შიდა ჩხუბებზე ასე დავარქმევ იმ პროცესს სრულიად მიზანმიმართულად ვდუმდი მაშინაც როცა ჩემი პარტია იყო თავდასხმის ობიექტი ვერ დაგიმალავთ და სირცხვილითაც ვიწოდი თუ რა გარჩევებს ვაკადრებდით საზოგადოებას ახლა როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია რომელიც ბრძოლის წინა ხაზზეა თავს მოვალეთ ვთვლის სრული მიუღებლობა გამოვხატო მსგავსი თავდასხმების მიმართ ოპოზიციურ ალიანსსა და ნაციონალურ მოძრაობაში არსებული შიდა დაპირისპირების მიღმა ძალაუფლებისთვის ბრძოლას ხედავს სახელმწიფო გუნდი. მომართულ პარტიაში აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის პარტიაში ახლა მოქმედი და შესაძლო თავმჯდომარე სააკაშვილის ფავორიტობისთვის იბრძვიან. ჩვენ ვხედავთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება ეს თუ თინა ბოკუჩავა, ერთმანეთის მიმართ თავდასხმებს და შემდგომ თავის მართლებებს მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ სააკაშვილს მოაწონონ თავი და როგორღაც პირველობა დაიმსახურონ. თუმცა ის ფაქტი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დასახელდა და მოიაზრებს თავად ბელადი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ, ალბათ კარგად გვაჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ერთი დიდი შოუ, რომელსაც სჭირდება ისეთი იაფასიანი შოუმენი, როგორც არის ნანუკა ჟორჟოლიანი. ხედავთ, როგორი მოვლენები ვითარდება ამ პარტიაში, იბრძვიან მიშა სააკაშვილის ფავორიტობისთვის, ქალბატონი ბოკუჩავა, ქალბატონი ჟორჟოლიანი, კადრულობენ უკადრებელს, რაც რა თქმა უნდა ეს არავის არ უყვის მათგან. ამ ალიანსს არანაირი მომავალი არ გააჩნია, სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, როდესაც
რაღაცა მომავლის გეგმებზე საუბრობენ და ეს ყველაფერი კეთდება გარე უფროსების მითითებით. მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ დაასახელა. ამბავი თინა ბოგუჩავამ Facebook სტატუსით გაიგო. ექს-პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისი მეტად გამწვავდა. რით დასრულდება ღია პოლიტიკური ბრძოლები, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ბოლო 10 წელში თანამდებობიდან გადამდგარი მეშვიდე პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში გაერთიანებული სამეფო ისევ პოლიტიკურ კრიზისშია. ლეიბორისტულ პარტიაში რამდენიმე კვირიანი განხეთქილების შემდეგ კირ სტარმენმა თანამდებობა დატოვა. მისი რეიტინგის განსაკუთრებული ვარდნა თებერვალში მის გარშემო ატეხილმა სკანდალმა გამოიწვია, როდესაც გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ეპშტეინის ფაილებში ერთ-ერთი ფიგურანტი შტატებში ელჩად დანიშნა. მისი რეიტინგის ვარდნა ისახა შუალედურ არჩევნებშიც, როდესაც ის ენდი ბერნჰემთან დამარცხდა. სწორედ ბერნჰემი განიხილება ლეიბორისტული პარტიის ლიდერად და მომავალ პრემიერ-მინისტრადაც. კეთი მამრიშვილი გიამბობთ. Walking up this street 2 years ago was 2 წლის წინ ამ ქუჩაზე ასვლა ჩემი ცხოვრების ყველაზე საამაყო მომენტი იყო. 2 წლის შემდეგაც კირ სტარმერმა თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოება სწორედ დაუნინგ სტრიტიდან აცნობა და ემოციებიც ვერ დამალა. ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ მისი პრემიერობის დროს ქვეყანაში ბევრი გაკეთდა, თუმცა თქვა, რომ ლეიბორისტულ პარტიაში ცვლილებებს ითხოვენ. აღიარა ისიც, რომ მისი პარტია სტარმერს არ განიხილავს იმ პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც მომავალში წარმატებას The question my party is asking now. კითხვა, რომელსაც ახლა ჩემი პარტია სვამს, არის ვარ თუ არა მე საუკეთესო ადამიანი იმისთვის, რომ ლეიბორისტული პარტია მომდევნო საყოველთაო არჩევნებამდე მივიყვანო. მე მოვისმინე ჩემი საპარლამენტო პარტიის პასუხი ამ კითხვაზე და ამ პასუხს პატივისცემით ვიღებ. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიმიღია, ეფუძნებოდა იმას, რომ პირველ ადგილზე დამეყენებინა ქვეყანა, რომელიც მიყვარს. სწორედ ამიტომ ვტოვებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობას. გადაწყვეტილება უკვე აცნობა დიდი ბრიტანეთის მეფეს დაანონსა ისიც, რომ სანამ მისი შემცვლელი ოფიციალურად არ დამტკიცდება, პრემიერ-მინისტრის მოვალეობა შეასრულებს და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო პრესა უკვე რამდენიმე კვირაა წერს, რომ სტარმერი ლეიბორისტული პარტიის მხრიდან მზარდი ზეწოლის ქვეშ იყო, რაც მისი მეტოქის მანჩესტერის მერის ენდი ბერნჰემის შუალედურ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას მოჰყვა. მის შემცვლელადაც სწორედ ბერნჰემი განიხილება, რომელმაც დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სტარმერის ჩანაცვლება შეეცდება. ბერნჰემი ასევე აღნიშნავს, რომ ბრიტანელებს ახლა პროგრესი, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა სურთ. ხალხს სურს პროგრესის ნახვა, ეკონომიკური ზრდის, ცხოვრების ღირებულების, საზოგადოებრივი მომსახურების, საცხოვრებლისა და მომავალი თაობისთვის შესაძლებლობების კუთხით პოლიტიკურმა ცვლილებებმა არასდროს არ უნდა გადაიტანოს ყურადღება ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების პასუხისმგებლობიდან. ლეიბორისტული მოძრაობა ყოველთვის ყველაზე ძლიერი იყო, როდესაც ის წინ ნდობითა და მიზანდასახულობით იყურებოდა. სწორედ ამას გავაკეთებთ აქედან და უზრუნველყოფთ, რომ ეს გამჭვირვალე პერიოდი ჩვენი პარტიისა და ქვეყნის განახლების პოზიტიური პროცესი იყოს. სტარმერის რეიტინგის განსაკუთრებული ვარდნა თებერვალში მის გარშემო ატეხილმა სკანდალმა გამოიწვია, როდესაც ეპშტეინის ფაილების ფიგურანტი პიტერ მანდელსონი 2024 წლის დეკემბერში შტატებში დიდი ბრიტანეთის ელჩად დანიშნა. გადამწყვეტი კი უკვე შუალედურ არჩევნებში მისი მარცხი გახდა, რის შემდეგაც უკვე სტარმერის გადადგომის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის შესაძლო გადადგომას ჯერ კიდევ გუშინ გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებული იყო, რომ სტარმერი გადადგებოდა, რადგან ტრამპის აზრით მან კრახი განიცადა. კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება მან სრული კრახი განიცადა ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში, იმიგრაციასა და ენერგეტიკაში. გახსენით, ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი მას წარმატებებს უსურვებ. ბოლო 10 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერობის პოსტი უკვე მეშვიდე პოლიტიკურმა ფიგურამ დატოვა. ახლა ქვეყანა შემდეგი პრემიერის ასარჩევად მზადებას იწყებს. როგორც თავად სტარმერი პროგნოზირებს, ახალი ლიდერის კანდიდატების წარდგენა 9 ივლისს დაიწყება, ხოლო პროცესი ზაფხულის საპარლამენტო არდადეგებამდე დასრულდება. სექტემბერში კი პარლამენტის მუშაობის განახლებამდე პარტიას უკვე ახალი ლიდერი ეყოლება.
სერბეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის ალექსანდრ ვუჩიჩი ირაკლი კვაბახიძის სახელზე გამოგზავნილ წერილში. სერბეთის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიღწეულ პროგრესზე და მთავრობის მეთაურს ბელგრადში იწვევს. მიხეილ საყაველაშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში კი ალექსანდრ ვუჩიჩი ყურადღებას ამახვილებს სერბეთისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე. გულწრფელ მადლობას გიხდით იმ გამორჩეული და უაღრესად გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა მე და ჩემს დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაგვიწიეთ. ჩვენი ორი ერის სითბო და ძმური ურთიერთობები ჩემი ვიზიტის ყოველ ეტაპზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არ არის მხოლოდ ორი ქვეყანა, რომლებიც წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენს საერთო ფასეულობები გვაერთიანებს, მსგავსი ისტორია გვაქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული და რომლის საფუძველსაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელმაც დროის უმძიმეს გამოცდებს გაუძლო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა მთელი ძალისხმევა მიმართონ საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახების შედეგების მიღწევისკენ. ამავდროულად გულწრფელად მიხარია და ვამაყობ თქვენი წარმატებებით, რადგან სწორედ ამას იმსახურებენ თქვენი ქვეყანა და მოქალაქეები. გრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინააღმდეგ სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენი ქვეყნების ბიზნეს წრეებს, ისე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ეს განსაკუთრებით ნათლად იგრძნობოდა იმ დროის განმავლობაში, რომელიც თქვენ ასე გულუხვად დაგვითმეთ მე და ჩემს დელეგაციას, ვიდრე ოქტომბერში ბელგრადში გიმასპინძლებთ თქვენ, როგორც უძვირფასეს სტუმარს და ძმას, სარგებლობ შემთხვევით კიდევ ერთხელ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და გიდასტურებთ გულითად პატივისცემას. თქვენო აღმატებულებო, ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემი და ჩემი დელეგაციის განსაკუთრებული და თბილი მასპინძლობისათვის. თბილისში ჩამოსვლის თანავე ცხადი გახდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული გულითადი და ძმური ურთიერთობა. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. გვაქვს საერთო ისტორია, რომელიც ურთიერთ გადაჯაჭვულია, განმტკიცებულია მართლმადიდებლობით. რამაც გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას. მე ვიყავი განსაკუთრებულად ბედნიერი და ამავე დროს შთაბეჭდილების ქვეშ იმ სწრაფი ტემპით, რომლითაც თქვენი ქვეყანა განიცდის პროგრესს და ასევე მისი ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების მზაობით გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა საქართველოს წარმატებისა და ხელშესახების შედეგების მიღწევისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენი ბიზნეს, საზოგადოებებისა და მოქალაქეების სასარგებლოდ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ძლიერი სიყვარული აკავშირებთ. ჩემდამი თქვენი კეთილგანწყობა ნათლად იგრძნობოდა კახეთის რეგიონის სილამაზის ჩვენების შამს, როდესაც მისი მდიდარი კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და რელიგიური ციხესიმაგრეები გამაცანით. მაშინ, როდესაც მოუთმენლად ველი ჩვენი ურთიერთობის და ძმური კავშირების შემდგომ გაღრმავებას სარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ განგიახლოთ ჩემი თქვენდამი გულითადი პატივისცემა. საგზაო დარღვევებთან დაკავშირებით ჯარიმები მცირდება. ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ახალი რეგულაციების თანახმად დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება, თუმცა სიჩქარის მაღალ გადაჭარბებაზე და სხვა მაღალი რისკის შემცველ შემთხვევებზე მკაცრი სანქციები შენარჩუნდება. ცვლილებების მიზანი მოქალაქეებისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა, თუმცა იმ პირობის გათვალისწინებით, რომ შენარჩუნდეს საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. ნუცა კოროშინაძე გიამბობთ. სიჩქარის გადაჭარბებისათვის დაწესებული ჯარიმების შემცირებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანის შესწორებები რიგ შემთხვევებში ჯარიმების შემცირებას ითვალისწინებს. კერძოდ, 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებისათვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება, ხოლო 40-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბების შემთხვევაში სანქცია 300 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებას, ამ შემთხვევაში 300 ლარიანი ჯარიმა უცვლელი დარჩება.
15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის დადგენის ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში პასუხისმგებლობა 100 ლარის ნაცვლად განისაზღვროს 50 ლარით, ხოლო 30 კმ/სთ-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება ეს კვლავ იქნება 100 ლარი პასუხისმგებლობას გამოიწვევს 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება 300 ლარის ნაცვლად გამოიწვევს 100 ლარით პასუხისმგებლობას ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარით პირის დაჯარიმებას. ხოლო ამავდროულად მეორე ცვლილება გულისხმობს ქულების ჩამოგრებას 100-ქულიანი სისტემიდან, კერძოდ 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება, მაგრამ არა უმეტეს 30 კმ/სთ-ისა 10 ქულით იქნება, თუ ამას შესაბამისად საპატრულო ეკიპაჟი გამოწერს ამ ჯარიმას 10 ქულით შემცირდება, ხოლო 30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე 20 ქულის ნაცვლად ისევ 10 ქულა იქნება პასუხისმგებლობის დამატებითი სახდელი და 50 კმ/სთ-ზე მეტით რჩება 20 ქულაზე მეტი პასუხისმგებლობის ნაწილში. მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებების მთავარი მიზანი მოქალაქეებისათვის ფინანსური ტვირთის შემცირება. ხელისუფლების განცხადებით, პრიორიტეტად კვლავ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა რჩება შესაბამისად. სამართალდარღვევებზე რეაგირების არსებული მექანიზმების შენარჩუნება და თითოეულ დარღვევაზე შესაბამისი ადმინისტრაციული ზომები გატარდება. წარმოდგენილი ცვლილებებით მოხდება ესე ვთქვათ დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით დიფერენცირება ჯარიმების, ანუ თუ კი არის ვთქვათ მცირედი გადაჭარბება სიჩქარის უფრო ნაკლები ოდენობის თანხით, ანუ 50 ლარიანი ჯარიმით დაიჯება, ხოლო უკვე სიჩქარის გადაჭარბების პასთან ერთად და მის დასთან ერთად უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება. დიფერენცირება კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეფექტურად მოვახდინოთ თითოეულ სამართალდარღვევაზე რეაგირება. გადაწყვეტილება სამთავრობო გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღეს. ხელისუფლების მიზანი ბალანსის დაცვა. ჯარიმა შეიძლება რაღაც ეტაპზე მუშაობდეს პრევენციულად, თუმცა როგორც აღმოჩნდა და მათ შორის ირაკლი კირცხალიას ბრიფინგზე მან განმარტა, სტატისტიკაში არ არის არანაირი ცვლილება პოზიტიური ჭრილით, ამიტომ დავიწყებთ განხილვას და მიმდინარე სასესიო კვირაში იქნება განხილული საგზაო ჯარიმების შემსუბუქების საკითხი, ისე და იმგვარად, რომ აღნიშნულმა შემსუბუქებამ, რა თქმა უნდა, არ გამოიწვიოს პირიქით გარკვეული ავარიების თუ ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდა. ერთი წლის განმავლობაში დავაკვირდით ამას ყველაფერს და მივხვდით, რომ ამას ისეთი პრევენციული მნიშვნელობა არ ქონდა და უფრო ზედმეტი თვირთი იქნებოდა ამ ადამიანებისთვის, ვინც ამ ჯარიმებს იხდიდა. ცვლილებები პრემიერ-მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციის საფუძველზე მომზადდა. საქართველოს მოსახლეობა 3.929.000 აღწევს. 10 წლიანი პაუზის შემდეგ საქსტატმა მოსახლეობის აღწერის შედეგები წარადგინა. მონაცემების მიხედვით 2014 წელთან შედარებით ქვეყნის მოსახლეობა 5.8%-ით გაიზარდა. პროცესი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მოქალაქეებს სპეციალური კითხვების შევსება თავად მოუწიათ, მეორე ეტაპზე კი კარდაკარის პრინციპით გამოკითხვა ჩატარდა. დეტალებით ბორენა ონიანი. საქსტატის მონაცემებით საქართველოში 3.929.581 ადამიანი ცხოვრობს, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე თითქმის 6%-ით მეტია. საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ აღწერაზე, რომელიც პირველ ეტაპზე თვითრეგისტრაციის მეთოდით მიმდინარეობდა, შემდეგ კი პროცესი პერსონალური ინტერვიუს პრინციპით წარიმართა. აღწერამ ოკუპირებული ტერიტორიების გარდა მთელი ქვეყანა მოიცვა. შედეგები რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით დაიყო. თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა 1.321.485 კაცით განისაზღვრა, რაც 2014 წლის მონაცემებს 20.1%-ით აღემატება. დედაქალაქის გარდა მოსახლეობის ზრდა გამოვლინდა ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონში. ბათუმში მოსახლეობის ზრდამ 54.2% შეადგინა. აღწერის ძირითადი შედეგების პრეზენტაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა წარადგინა. 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით, ანუ რიცხობრივ გამოსახულებაში ეს გახლავთ 216.000 კაცი. მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. აღწერის შედეგების მიხედვით გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი,
მოსახლეობის 62% ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 38% სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილი გასული 10 წლის განმავლობაში გაზრდილია 5%-ული პუნქტით, 57-დან 62%-მდე. ახალი მონაცემებით ეროვნებით ქართველი მოსახლეობის რიცხოვნობა 2.5%-ით გაიზარდა. 2024 წლის მონაცემებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 82%-ს მართლმადიდებლები შეადგენენ, რაც 2014 წელთან შედარებით 4.1%-ით მეტია. ამასთან მოსახლეობის 85.1%-ისთვის მშობლიური ენა ქართულია. მოსახლეობის 82%, ანუ 3.223.000 კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელთა რაოდენობაც გასული 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 4.1%-ით, ანუ 126.000 კაცით. ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის წილი 11.1%-ს შეადგენს. სომხური სამოციქულო ეკლესიის 2.6%-ს, კათოლიკეების 9.6%-ს, ხოლო დანარჩენი რელიგიის მიმდევრებზე ჯამურად 3.8% მოდის. შედეგების მიხედვით საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2.5%-ით გაიზარდა. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობამ 113.847 კაცი შეადგინა. 2014 წელს დაფიქსირდა 22.000 არასაქართველოს მოქალაქე, რაც 1%-ზე ნაკლები იყო მაშინდელი მოსახლეობის რიცხოვნობაში, ეხლა დაფიქსირდა უკვე თითქმის 6-ჯერ მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე და შეადგინა 134.000 ადამიანი. პლუს ამას ემატება, როგორც ვახსენე, 1000-ზე მეტი მოქალაქეობის არ მქონე პირი. მოსახლეობის გარდა საქსტატმა სასოფლო სამეურნეო აღწერაც ჩაატარა. სამეურნეო მიწის ფართობმა 809.000 ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება. ამავე მონაცემების მიხედვით საქართველოში სასოფლო მეურნეობათა სარგებლობაში არსებული ვაზის ძირთა რაოდენობამ 165 მილიონი შეადგინა, საიდანაც 96.4% ნაყოფის მომცემი იყო. მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს მრავალწლიანი ნარგავების თვალსაზრისით, რომლის ფართობიც დაახლოებით 60-61%-ით გაიზარდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 109.000-დან 176.000 ჰექტარამდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხეხილის ბაღების და ვენახების ფართობის ზრდა. ვაზის ძირთა რაოდენობა 165 მილიონს შეადგენს, საიდანაც 2 წამყვანი ჯიშის, ქაცითელის და საფერავის წილი 80%-ს შეადგენს. საქსტატი საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერას ყოველი 10 წლის შემდეგ ატარებს და ძირითად შედეგებს საბოლოო მონაცემების მიხედვით აქვეყნებს. პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ჯარის ბანაკი კოჯორსა და საჩხერეში ოფიციალურად გაიხსნა. ბანაკი წელს დაახლოებით 1700 მოსწავლეს უმასპინძლებს. პროექტი უკვე მეოთხე წელი აქტიურად მიმდინარეობს, მისი მიზანი თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მონაწილეები საველე მომზადებას გადიან, ასევე უფლებიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და თვით გადარჩენის უნარებს. ჯარის ბანაკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა მიმართეს. დეტალებით თეკლა ბესტავაშვილი. სამხედრო გარემო, ახალი გამოცდილება და თავგადასავლებით სავსე 6 დღე. პროექტი ჯარის ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა. კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში შეკრებილი მოზარდები მომდევნო დღეების განმავლობაში სამხედრო ცხოვრების ელემენტებს გაიცნობიან, შეიძენენ ახალ უნარებს და აქტიურ შემეცნებით პროცესში ჩაერთვებიან. მეგობრებისგან გავიგე, რომ იყო ჯარის ბანაკი და ძალიან მაინტერესებდა როგორ იყო ჯარის ცხოვრება. და ჩაწამოვედი იარაღის დაშლა აწყობა და კიდევ ბევრი აქტივობები ექნება. ჩემი ინსპირაცია უმეტესად ჩემი მეგობრებისგან იყო და ჩემი ახლობლებისგან, რომლებიც რამოდენიმე წლის წინ იყვნენ აქ მოსულები.
და მათგან ვიცი რომ ძალიან კარგი და კეთილი გარემო არის. ბანაკის მონაწილეებს სოდნასა და გამოცდილებას სამხედროები გაუზიარებენ. პროგრამა მოიცავს საცეცხლე მომზადებას, თვითგადარჩენის კურსს, სამხედრო ნავიგაციას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ დავალებებს. სამხედროები ამბობენ, რომ პროექტი ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის, დისციპლინისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას ემსახურება. ჯარის ბანაკში სულ გვაქვს 7 თემატიკა, რომელშიც აქტივობა ხორციელდება და ოცეულების მიხედვით ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგალითად სახმელეთო ნავიგაციას სწავლობენ, რომელშიც ისინი თავისი ნაბიჯებით მანძილის გაზომვას შეძლებენ სამომავლოდ და ასევე კომპასით გრადუსის მიხედვით სიარულს კონკრეტული წერტილების მოძებნას. ყველაზე მეტად დაინტერესებთ საცეცხლე, რაც ნიშნავს იარაღის დაშლას და აწყობას. ყველაზე მეტად პოპულარული არის ეს მათთვის, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ მოკლედ ამ პროცესში. მთელი კვირის განმავლობაში ისე იდეალურად ატარებენ დროს, რომ ბოლოს ალბათ ყველა ნახავთ, რომ ცრემლებით მიდიან, აბსოლუტურად ყველანაირად. პროექტი ემსახურება ჩვენს ახალგაზრდებში სამხედრო ცხოვრების პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ჯარის ბანაკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამოხვილდა ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. მერწმუნეთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ესეთი ძლიერი საქართველოს და ესეთი განვითარებული არ ყოფილა, მაგრამ ეს არის საწყისი ეტაპი. ჩვენ წარმოვადგენთ დღეს საქართველოს თანამედროვეობაში თითოეული ჩვენთაგანი განსხვავებული პოზიციებით, მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს პირადი პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე. 4 წელია, რაც იმართება ჯარის ბანაკი, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში. თითოეულ თქვენგანს გექნებათ იმის საშუალება, რომ ადგილზე ნახოთ თუ როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ წელს პირველად დაემატა ჯარის ბანაკს საპატრიარქო საათის კომპონენტი, სადაც თქვენ გექნებათ ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება. ჯარის თემატიკა განსაკუთრებული შინაარსის არის. დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღოს სხვადასხვა სახის განათლება, ცოდნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესი არის პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, მათ ეზიარონ იმ ყოველდღიურობას, რომელიც აქვს ჯარისკაცს, ჩვენს ოფიცრებს, რას ნიშნავს სამშობლოს სამსახური, ამასთან ერთად მიიღონ კონკრეტული გამოცდილება, განათლება კონკრეტული მიმართულებებით და რა თქმა უნდა, ასევე ისაუბრონ ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებზე, როგორიც არის ჩვენი სამშობლო, პატრიოტიზმი, ეროვნული ღირებულებები, ოჯახის სიწმინდე და რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობა. თავარი რა არის ის, რომ რას ნიშნავს იყო საქართველოს ჯარისკაცი, ეს რა ცხოვრება, როგორ ცხოვრებენ ჩვენი ჯარისკაცები და უახლესი ისტორიები ჩვენი ისტორიიდან, ჩვენი გმირების შესახებ, მათ ყოველდღიურად ეძლევათ შესაძლებლობა თავად თადარიგის ოფიცრებიდან, მოქმედი სამხედროებიდან მოისმინონ ეს ისტორიები. ჯარის ბანაკი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა ყოველწლიურად ათასობით მოზარდს, აძლევს შესაძლებლობას უფრო ახლოს გაეცნოს სამხედრო სამსახურსა და თავდაცვის ძალების საქმიანობას. პროექტს წელს პირველად დაემატა საპატრიარქო საათის კომპონენტი, სადაც მოზარდები სასულიერო პირებს შეხვდებიან. ღირებულებითი განათლების კომპონენტი დაემატა ამ პროცესს და ვისაუბრებ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, რაც ეხება სამშობლოს ღმერთს, ადამიანს და ზოგადად პატრიოტიზმს. ჯარის ბანაკი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მეოთხე წელია ხორციელდება, წელს კოჯორსა და საჩხერეში გაიმართება. მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები 6 დღის განმავლობაში სამხედრო და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან. საქართველოს Google-ის პლატფორმაზე 11 ქალაქი მსოფლიოს გიგანტი პლატფორმის ობიექტივში. Google Street View უკვე საქართველოშია ონლაინ სისტემა, ქვეყნის ბუნებრივ მრავალფეროვნებას, ქალაქებსა და კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს. 360 გრადუსიანი პანორამული ხედების საშუალებით მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში ჩამოსვლამდე ვირტუალურად დაათვალიერონ სასურველი ლოკაციები და წინასწარ დაგეგმონ მარშრუტები. პროექტი ქვეყნის პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.
დეტალებით მარიამ რატიანი. მსოფლიოს გიგანტი პლატფორმის რუკაზე საქართველოს ადგილი ახლა უკვე ოფიციალურად დაიმკვიდრა. ჩვენი ქვეყნის 11 დიდი ქალაქის საავტომობილო გზებისა და ტურისტული ლოკაციების ხილვა 360 გრადუსიანი ხედით დღეიდან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი. Google Maps Street View უკვე საქართველოშია. მასშტაბური კარტოგრაფირების საწყისი ეტაპის შედეგები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში დღეს თავად Google Maps-ის ოპერაციების დირექტორმა წარადგინა. პროექტი საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე არსებულ პერსპექტივებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როგორც გაციფრულების მიმართულებით, ასევე ქვეყნის გლობალური ხილვადობის გაზრდის მიმართულებით. დღეიდან ეს, ასე ვთქვათ, პროექტი იქნება გაშვებული და ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოსთვის, მილიონობით ადამიანს შეეძლება ექნება დღეიდან საშუალება, რომ საქართველოს 11 ქალაქი ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას. სხვადასხვა ლოკაციების გაციფრულება ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის პირდაპირ ხელშეწყობაა. Google Maps-ის ოპერაციების დირექტორმა Street View-ზე როგორც უცხოელი ვიზიტორების მოზიდვის მნიშვნელოვან საწინდარსა და ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. Google Maps and Street View. Street View და Google Maps ტურიზმის მიმართულებით მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან ნაწილად იქცა საქართველოს ეკონომიკას კი განსაკუთრებული აქცენტი აქვს ტურიზმზე. თქვენ მრავალ ტურისტს იზიდავთ მთელი მსოფლიოდან. ტურისტებს კი სურთ ნახონ სად მიდიან, რა ადგილები მოინახულეს. სურთ რომ მეგობრებს გაუზიარონ ის ადგილები, რომლებსაც უკვე ესტუმრნენ. საქართველოს მცირე ბიზნესებს ახლა აქვთ შესაძლებლობა რომ რუკაზე მონიშნონ საკუთარი თავი, მართონ ციფრული წარმომადგენლობა და უფრო თავდაჯერებით მოიზიდონ ხალხი. ჩვენ ჯერ მთელი საქართველო არ გვაქვს დაფარული, მოვიცავით ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები და ქუჩები, ვიწყებთ თბილისში ფეხით მოსიარულეთა ზონების აღწერას. ამას ასევე გავაკეთებთ სხვა ქალაქებში და ასევე განვაგრძობთ გზებისა და გზატკეცილების ასახვას. Google-ისა და საქართველოს სამომავლო პარტნიორობა მხოლოდ პანორამულ რუკაზე სხვადასხვა ლოკაციების ასახვით არ შემოიფარგლება. საქართველოს მთავრობა გიგანტ პლატფორმასთან თანამშრომლობას ხელოვნური ინტელექტისა და Google-ის საგანმანათლებლო ინსტრუმენტების ქვეყანაში ფართო ინტეგრირებითაც გეგმავს. Google-ის Gemini ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი ქართულ ენას ყველაზე კარგად იყენებს და ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები, რომ ხელოვნური ინტელექტი Google-ის მიერ იყოს უფრო სწორად გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიურ ჰაბში იქნება ხელოვნური ინტელექტის ექსცელენს ცენტრი და სწორედ მასთან იქნება მჭიდრო თანამშრომლობა Google-ს. ასევე ვსაუბრობთ იმაზე, რომ საგანმანათლებლო სისტემაში Google-ის educational ინსტრუმენტები კიდევ უფრო კარგად იყოს დანერგილი და შესაბამისად ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი და ბევრის მომცველი თანამშრომლობისა, რომელიც კომპანია Google-თან იწყებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს ქალაქების კულტურული ძეგლების გზებისა და ტურისტული ლოკაციების პანორამულ რუკაზე აღბეჭდვისთვის მუშაობა Google Maps-მა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით განხორციელდა. ეს ყოფასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.